რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა FM 98.5-ზე. მაუწყებლობთ რადიო სივრცის გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან და ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონს. ამ სეზონის ფოკუსში მოქცეულია საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი და მისი საქმიანობა და მიმდინარე პროცესებს დღეს ესე ვთქვათ შევაჯამებთ და ვილაპარაკებთ ანალიტიკოს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტ გია აბაშიძესთან ერთად. პირველ რიგში კი დავიწყოთ პარლამენტით და რაც თავარია დავიწყოთ პარლამენტის თავმჯდომარით, რომელსაც დღეს ესე ვთქვათ ძალიან ისეთი აქტიური საინფორმაციო დღე ქონდა, რადგანაც მან ასე ვთქვათ საგარეო ფრონტზე, ანუ ქონდა მოწოდება დონორების მიმართ, ქონდა მოწოდება დიპლომატების მიმართ და ლაპარაკია იმაზე, რომ საჭიროა რომ უცხოელმა წარმომადგენლებმა გაითვალისწინონ ქვეყანაში არსებული და მიმდინარე პროცესი. გია, შენც გამოეხმაურე ამას და აქედან გამომდინარე ჩვენ გვინდა რომ ამ საერთაშორისო სპეციფიკაზე ვილაპარაკოთ, სწორედ ამიტომ მოგიწვიეთ სტუმრად. მათ შორის ეს გამოხმაურება ეკუთვნოდა ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ასე ვთქვათ გადაწყვეტილებას შუალედურს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ძალიან აგრესიულად არიან საქართველოს მიმართ განწყობილები, მათ ყველაზე მეტად არ მოწონთ ქვეყნის ესე ვთქვათ ეს ამგვარი პოლიტიკა და ეს ჩვენი საგარეო აქცენტები და ამიტომ უვიზო მიმოსვლა შეუჩერეს დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებს ქვეყანაში. ხო და იქ ხან მთავრობა გადაწყვეტს, მე ამის რატიფიცირება შიგადაშიგ ეს სიახლე წვება ხოლმე ამ მიმართულებით. ბუნებრივია დავიწყოთ ჩვენ აი ამ შეფასებით, მე უკვე გადავიდეთ უკვე რა რეზონანსი ჰპოვა ამერიკის დღეს წეგრა ამერიკის საელჩომაც კი უბრალოდ სტენოგრამული ციტატა დადო სენატში ძალიან ისეთი სერიოზული და ვრცელი განხილვი და პატარა ეპიზოდია, რომელიც საქართველოს ეხება და ვინ თუ არა ჯო ვილსონი იყო ავტორი ამ რემარკის, რამაც გამოიწვია სახელმწიფო მდივნის მოკლე პასუხი. შემდეგ უკვე შევეხოთ ამას. ანუ როგორ ფიქრობ, ვინ არიან ის ქვეყნები, ვისაც საქართველოს გარშემო, ასე ვთქვათ, არ ყველაზე მეტად არ მოსწონთ ქვეყნის პოლიტიკა? მივესალმები რადიო სივრცის აუდიტორიას. ფაქტია, რომ ძალიან აგრესიულ ფაზაში გადავიდნენ ევროპელი ელჩები, განსაკუთრებით გამოირჩევიან ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პოლონელი პაველ ჰერჩინსკი, გერმანიის ელჩი ფიშერი, ლელოს ხელმძღვანელის მამუკა ხაზარაძის ოფიციალური მდგმური თბილისში ერთ-ერთ სახლში ცხოვრობს. ასევე საფრანგეთის ელჩი გასრი, რომელმაც რაღაცა ტურისტული გზამკვლევის სახელწოდებით ნაც პროპაგანდისტებს მისცა რაღაც გრანტი და ასევე ბალტიელი ელჩები ნაკლებად, მაგრამ მათი უფრო კურატორები, დედაქალაქები და ბალტიისპირეთის ისინი უფრო გამოირჩევიან და განსაკუთრებით დეპუტატები ევროპარლამენტში, ბალტიელი დეპუტატები. მიზეზი რა არის? მიზეზი 1000-ჯერ ითქვა და კიდევ ერთხელ უნდა განუმარტოთ საზოგადოებას ის არის, რომ მონა მორჩილი საქართველოს ხელისუფლება არ არის და არც არასოდეს არ იქნება. სუვერენიტეტის დაცვა და თავისუფლების განმტკიცება ეს არის შეუვალი და შეუჩერებელი პროცესი და ამ შემთხვევაში ხლა დირექტივა ვილნიუსიდან წამოვა, უბრალოდ არადამოუკიდებელი ოფიციალური ვილნიუსიდან და ეს სამივე ბალტიის ქვეყანა მოგეხსენებათ, რომ არიან ევროკრატიის ვასალები. ძირითადად მოდის ამ ევროკრატიიდან ინსტრუქციები ბალტიის გავლით, ზოგჯერ პოლონეთის გავლით შემოდის საქართველოში და ხან ეს უნდათ, ხან ის უნდათ, ხან ეს კანონმდებლობა სურთ, ხან ფიშერი, გერმანიის ელჩი ფიშერი კიდევ უფრო შორს წავიდა და თურმე ქართულ მართსაჯულებას აძლევს, ასე იგი, რეკომენდაციებს, რომ რა ხნით უნდა პატიმრობაში უნდა იმყოფებოდეს პოლიციელზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მზია ამაღლობელი და ასე შემდეგ. მაგრამ ეს რომ არ მუშაობს ქართულ საზოგადოებაში, ვერაფრით ვერ დარწმუნდნენ ეს დესტრუქციული ელემენტები
ცხადია ნაცმოძრაობას გულისხმობ, მათი მფარველები აქ ცალკეული დიპლომატების სახით და მათი სპონსორები და კიდევ უფრო დიდი მფარველები Deep State-ის ევროპის განყოფილებიდან. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ანტიდასავლური განწყობების გაღვივება თუ უნდათ შეუდარებლები არიან ამაში თვით რუსულ პროპაგანდასაც და ჰიბრიდულ ქმედებებსაც კი გადაასწრეს აი ამ ანტიდასავლური ასე თქვათ განწყობების გაღვივება და გეომეტრიული პროგრესიით გაზრდაში. შედეგი მიიღეს ის, რომ აი როგორც არაერთხელ ითქვა ხომ, როგორც შარშან 17 მაისს და წელსაც 17 მაისს ადრეული, ეგრეთ წოდებული ადრეული არჩევნები ჩაატარა საქართველოს საზოგადოებამ თბილისში და 10 ქალაქში და ქუჩაში გამოსვლით და ოჯახისა და ფასეულობების დაცვის, ასე თქვათ, შვიდობიანი მსვლელობით 100,000-ობით მთელი საქართველოში ხომ არ მინდა გადაჭარბებული იყო წინასწარი ასე თქვათ ხმის მიცემის პროცესი განახორციელა როგორც საპარლამენტო შარშან ასევე წლევანდელი 17 მაისით ადგილობრივ არჩევნებამდე ასე რომ ამათ ასე თქვათ თავგასულობას თავხედობას რომელიც მართლაც ცდება ვენის კონვენციას და არაერთხელ აღნიშნა როგორც თავმჯდომარე პაპუაშვილმა ასევე ქართული ოცნების გუნდის სხვა წარმომადგენლება ეს არანაირად არ ჯდება დიპლომატიურ სტანდარტში და ის თვალთმაქცობა რომ იცით რა მე ვისაც ვაფინანსებ მე არა ვარ პასუხისგებელი იმ პროექტის წარმართვაზე ეს არის ფარსი ფარისევლობა და უკიდურესი არაკეთილსინდისიერება იმიტომ რომ ეს არ შეიძლება რისთვის აფინანსებ აბა ხო? გარდა ვენის კონვენციისა შალო პაპუაშვილი წერს და მომართავს ევროკავშირის საელჩოს რომ პასუხისგებლიანი დონორობა არა არჩევანი არამედ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებაა რომელიც დახმარების ეფექტიანობის შესახებ პარიზის დეკლარაციით არის გამყარებული. მისი დარღვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევა. შესაბამისად ჩვენ გვაქვს ერთგვარი რბილი ძალის გამოყენების პრეცედენტი. გერმანიის ელჩი ამას უარყოფს ხოლმე, რომ რაშუაში მე აბა დამიმტკიცონ და მე ვიჩივლებ და არანაირ კოორდინაციას არ ვეწევი. ჩვენ ხედავთ შეხვედრებს ნამდვილად არალეგიტიმურ ფიგურებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი, მოქმედი საქართველოს სადაც უდგას დროშა საქართველოს პრეზიდენტის ხო სალომე ზურაბიშვილთან და სხვა ადამიანებთან ერთად ასე საკოორდინაციო შეხვედრებს ეხა იქ რაზე მიდის ლაპარაკი თუ არა შეჯერებაზე ხო რას აპირებს ოპოზიცია რა რჩევას მიიღებს და მხარდაჭერას უცხოეთის ქვეყნებიდან ამას ატარებენ ეს დიპლომატები ხო ესია და აქედან გამომდინარე მათ ეს არ მოწონთ როცა ბრალდებათ ეს კოორდინაცია მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვხედავთ რომ ეს დონორები აგრძელებენ თქვათ რაღაც დაფინანსებას იმ ძალების რაღაც პროექტების ქვეშ რომლებიც უკვე პირველ რიგში წინა დღევანდელი ესე თქვათ პოსტი ეხებოდა იმას რომ ეს არის ორგანიზაციები რომლებიც შეფასებულია როგორც ექსტრემისტული უკვე იმიტომ რომ მეტი კი არაფერი იყო ის გერმანიაში აკრძალული რაღაცა გერმანული სამეფო თუ რაღაც გაუგებარი ჯგუფი რო აკრძალეს უბრალოდ ძალადობრივი ქმედება რომ მათ ქონოდათ ბუნებრივია იმათ პირდაპირ ფაქტზე დააკავებდნენ მაგრამ ლაპარაკი არის რაღაცა იქაურ ექსტრემისტულ დაჯგუფებას რომელიც საერთოდ არ აღიარებს დღევანდელ გერმანულ სახელმწიფოს ხო რა განსხვავებაა მათსა და დღეს საქართველოში მოქმედ სუბიექტებს შორის რომლებიც იძახიან რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია ყველა გადაწყვეტილება არალეგიტიმურია თუმცა მაინც წერენ ანგარიშებს და უკვე ანგარიშებს წერენ ამ არალეგიტიმურ ეგრეთ წოდებულ ერთობებზე და თუმცა როგორც განმარტა გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსამ ანუ ეს რატო შემოვიდა საერთოდ ჩვენ პოლიტიკურ დისკურსში ეს ლეგიტიმაციის საკითხი სადაც გაუგებარია იმიტომ რომ ეს ლეგიტიმაციის თემა წარმოიშობა არჩევნების მიერ და ხალხის მიერ არაფერ კავშირში აქ არ არის უცხოეთის სახელით სპეკულირება მაგრამ ჩვენ ვხედავთ ამ სპეკულაციას და იგივე ჩანს სწორედ იმ ამერიკის საელჩოს მიერ ანუ ერთ და იგივე ფრაზა შეიძლება ჩასვას სხვადასხვა კონტექსტში და მივიღოთ სრულიად სხვა განსხვავებული აქცენტი. მაგალითად დღეს საიამ გაასაჩივრა ფარას კანონი, რომელიც ჩვენ ზუსტად ვიცით რომ პირდაპირ არის ნათარგმნი, მაგრამ საფუძველი ხო რა არის, რატო ასაჩივრებს? ანუ სარჩელი მე არ წამიკითხავს, მაგრამ რაც მედიაში შეფასებები მაქვს მოსმენილი, კი აღიარებენ რომ ეს არის პირდაპირ ნათარგმნი, მაგრამ ის რაც კარგი არის იუპიტერისთვის ხარისთვის არის ცუდი, რაც კარგია და თუ მოქმედებს ამერიკაში, ვერ იმოქმედებს თურმე საქართველოში და სხვა კონტექსტია. ხვდებით და ამიტომ ამის გადმოტანა მიაჩნიათ რომ ეს ძალიან ცუდია. და მაგრამ რეალურად გამოდის რომ ანტიამერიკულად მონათლული ქართული
ხელისუფლება და მთავრობა, ანუ იღებს ამერიკულ კანონებს. იქნება ამერიკულ კანონშია პრობლემა, საერთოდ სხვა რამეში. პრობლემა რაში ამაზე კიდე მოგვიანებით ვილაპარაკებთ, მაგრამ დამოკიდებულება და ეს მოცემულობა, რომ ეს დონორი აუცილებლად იყენებს აი ამ რბილ ძალას, იმიტომ რომ ის ფაქტია რომ აფინანსებს და ისინი ადევნებენ ძალიან კარგად თვალყურს საქართველოში საინფორმაციო ველს და მიმდინარე პროცესს ზუსტად იციან, ვინ არიან, რას აკეთებენ და ასე შემდეგ. ამ მედიამ უკვე მონათლა, რომ მქონდა პატარა ინციდენტი გერმანიის ელჩს. როცა ვიღაცამ დაინახა კაფეში და რაღაცა შეურაცხყოფა მიაყენა, ისე მიმართა და ეს არ მოეწონა და ამას უწოდა არაქართული საქციელი. თავდასხმა. მთელი ეს აქტივისტთა ჯგუფები, რომლებიც ანუ აქამდე ენით გაუგონარ. ჩვენ ყველანი უყოფილვართ თან და ვართ კიდევაც ამის მსხვერპლი. ჯერ ქალისთვის შეუსფერებელ რაღაცა საშინელ უხამს ტერმინოლოგიას, აგრესიას, ზიზღს, შულს, ყველაფერს იყენებენ, ან მიაჩნიათ, რომ თუ შენ ჯიჰადი მეტი არაფერია, თუ შენ იტყვი, რომ რაღაც მიზანი არის მართალი, მე ყველაფერი შეიძლება გააკეთო. ჩვენ ვხედავთ აი სწორედ ამგვარ ექსტრემიზმს, სადაც ზღვარი არ არსებობს, აბსოლუტურად. და აზრის გამოთქმა, ნებისმიერი პოზიცია თან ხდება არა რაღაც ცივილიზებულ დისკუსიას, არამედ იწვევს პირდაპირ ამ აგრესიას და ეს არის უამრავი პერსონაჟი ამით იცავს და ისინი საერთოდ ვერ ხედავენ აი უხერხულობას და უცებ გერმანიის ელჩმა თავის თავზე აღმოაჩინა, რომ რა ცუდია. და გერმანიის ელჩი უნდა დაფიქრდეს იმას, რომ თვითონ აკეთებს ამას, ანუ თელ რიკოჰორტებს ზრდის და ლეგიტიმაციას აძლევს. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც გამოდის ელჩი და მაგალითად რაღაც შეუფერებელ ქმედებაზე, უცენზურო მიმართვაზე, აი ამ ზიზღის კამპანიებზე ის აკეთებს რაღაცა ევროპული ღირებულებების მოხმობით რაღაც რემარკას, ხო, საინფორმაციო ველში ჩვენ და რჩება რაღაც გერმანიის ელჩი შენიშნა, იცი რა არის, აი ევროპა ეს არ არის. ევროპა არ არის ეს უკულტურობა, არაცივილიზებულობა, განსხვავებული აზრის რაღაც დევნა. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. მაგრამ როდესაც მას პირადად შეეხნენ, უცებ თქვა, რომ იცი რა, აი, არა ქართული, თუმე იცი ქართული რა არის და თუ ქართული იცი ტელევიზორს არ უყურებ, შეგით რა ხდება. აი, მე აქ კოლიზიას ვხედავ. შენ როგორ აფასებ აი ამ დამოკიდებულებას რა, ანუ რა დევს ამაში, უბრალოდ რაღაცა ეს ხალხი არის ვერაცნობიერებს, რას მოქმედებს და რას ჩადიან, თუ ეს არის მიზანმიმართული. შეიძლება ვთქვათ, რომ ორივე ერთად არის, ვერაცნობიერებენ და ბოლომდე ვერ შეიმეცნეს რა არის ქართული საზოგადოების განწყობები და მაინც ბოლომდე უნდათ ამის ასე ვთქვათ პრესინგი, რომ იქნებ გავიტანოთ როგორმე, იმიტომ როგორც პროპაგანდაში ხდება, ხო, ერთი და იგივე ტყუილი რო ხშირად გაიმეორო, ზოგიერთ აჯერებს, ზოგიერთ ვერ იჯერებს. თუ არა ქართულ და ანტიქართულ ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებულ ანტიქართულ განწყობებზე ლაპარაკობს ჰერ ფიშერი, ის რა იყო, რომ ბათუმში როდესაც დაჯდა, მის ერთ-ერთ ბენეფიციარ არასამთავრობო ორგანიზაციაში და უკან კედელზე ფონად ჰქონდა თავისუფლება მზია ამაღლობელს. თარჯიმანი ხო ეტყოდა, რომ რა არის ფონად იქის. აი რა განსხვავება გერმანიის ელჩ ფიშერს შორის, რომელიც ახალისებს ამ გზით პოლიციელზე თავდასხმას და სალომე ზურაბიშვილს შორის, რომელმაც უნამუსოდ შეიწყალა გრიგორიადისი ლაზარე, ხო? არანაირი განსხვავება იმან საქმით გააკეთა, ამან დემონსტრაციული დემარშით გააკეთა. მაგრამ გერმანიაში რომ სწორად ახსენე, რომ ეს აკრძალეს გარკვეული ულტრა რაღაც ძალები. იქ თუ დაწერენ მეინსტრიმ მედიაში, რომელიმე არასამთავრობო ან რომელიმე თქვათ პოლიტიკური სუბიექტი, რომ ეგრეთ წოდებული ბუნდესტაგი, ეგრეთ წოდებული გამარჯვებული კანცლერი მერცი, რა შედეგები მოჰყვება? ხო, რა თქმა უნდა, მოყვება ხისტი კანონიერი შედეგები, დემოკრატიული, რა თქმა უნდა. მაგრამ აქ ამ შემთხვევაში თურმე საქართველოში ეს შეიძლება, თურმე უნდა გვიკარნახონ, ვის რამდენი უნდა მიუსაჯონ, რომელი მოსამართლე ან პროკურორი უნდა იყოს ამ თანამდებობაზე და რაც თავარია, რომელი კანონები უნდა მიიღოს საქართველოს. ეს არ იყო და არც არის მაგათი საქმე, მაგრამ თავარი წუხილი აქ ერთ-ერთი, რაც საზოგადოებისგან მოდის და ამას როგორც ქუჩებში ვხედავთ და ასევე ურთიერთობაში თუ სოციალურ ქსელში ეს არის, რომ ის აგრესიული ელემენტები, ის ექსტრემისტები, ქალია, კაცია, ბავშვი, სრულწლოვანია თუ ძველგაზრდა არის, რომლების უკანონობას ჩადიან, კანონის ძალით უნდა დაისაჯონ. არ შეიძლება, როდესაც არ აქვს მნიშვნელობა დეპუტატია, მინისტრია, მართველი გუნდის რიგითი მხარდამჭერია, მას მისი პოლიტიკური არჩევანის გამო, რომ ესე უხეშად
შემოდიან და მის სიტყვიერ უკადრებელ შეურაცხყოფას აყენებენ, იმას უნდა მოეთხოვოს პასუხი და როდესაც პრეცედენტები შეიქმნება, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება, შემდეგ დაუკდებიან, დაწყნარდებიან და დაუწევენ თავიანთ ტემპერატურას და მათი უსინდისო დონორებიც, რომლებიც ევროებით თუ დოლარებით აფინანსებენ აი ამ შავ რაზმელ ძალებს, მიხვდებიან, რომ აქ საქართველოში უკანონობა ვერ გავა, გასაგებია დავგმობთ, ნამდვილად ასე თქვათ შევშფოთდებით, იქნება ძალიან დიდი რეზონანსი საზოგადოებაში, მაგრამ აქ უკვე ჩვენი კომპეტენცია სცილდება იმას, სადაც უნდა შემოვიდეს მართლმსაჯულების ლეგიტიმური კომპეტენცია, რომ ნებისმიერ კანონდარღვევას კანონმა უნდა უპასუხოს და რაც შეეხება აი ამ ორმაგ სტანდარტებს, რატო გონიათ აი ამ უცხოელ აქტორებს, რომ რატომღაც ქართველი ერის გაუთვითცნობიერებელია, თითქოს ინტერნეტი არ არის, უცხო ენა თუ არ იცის, ვითომ ვერ თარგმნის იმ Google-ის მეშვეობით და არ იცის რომ რა ხდება მსოფლიოში, რა ტენდენციები და ბოლო წელიწადია მუშაობ ამ საკითხზეც გურამ საერთაშორისო თემებით დაინტერესება თუ რაღაც წლების წინ საერთოდ არ იყო საზოგადოებაში, ეხლა ძალიან ცხოველი ინტერესია რა ხდება საერთაშორისო ურთიერთობებში, ხო, რა ხდება ევროპაში, ამერიკაში, წინასაარჩევნო პროცესები, პოსტსაარჩევნო პროცესები და საზოგადოებას ასე ადვილად ვერ გააცურებ. შეიძლება იმ დონორებმა გააცურონ რაღაც 100 ტერმინის სიტყვის თუ ტერმინის ცოდნე ეგრეთ წოდებული NGO-შნიკები, რომელმაც მეტი არაფერი არ იციან, თვალსაჩინო ძალიან ვიწრო აქვთ, მაგრამ ხალხი მართლაც და ბრძენია, ძალიან ფართო თვალსაჩინო აქვს, ყველაფერს კარგად იცნობს, არ აქვს მნიშვნელობა სოფლად, ქალაქად, ტყეშია, მინდორშია, დაბაში ცხოვრობს, თუ ყველაფერი ყველამ კარგად იცის და ყველაფერს აფასებს ჯერონა და აანალიზებს, მაგრამ ხალხის დაკვეთა არის რა? მამას მარტო მე არ ვიძახი, მე ძალიან ერთი რიგითი ვარ. დაისაჯონ კანონდარღვევები. არ შეიძლება მაგალითად თუნდაც ის, რომ 20-30 მყვირალა მჩხავანა ადამიანი რამდენიმე საათით კეტავდეს ქალაქის ცენტრალურ გამზირს საღამოობით. გაბედოს ვინმე მაბა ბერლინში გააკეთოს იგივე ბუნდესტაგის მიმდებარე ქუჩაზე, ან რომში, ან პარიზში. ხო წარმოუდგენელია ეგეთი რაღაცა. გარკვეულწილად მე მგონია, რომ ეს პროცესი ერთგვარად დასასრულს უახლოვდება. კი, ლოგიკურს. ხედავთ ახლა რაღაცა მობილიზებას, რაღაცა ოპოზიციურ კალენდარში, როდესაც უცხოელი აქტორები ეხმარებიან ხოლმე მასალით აი დღის წესრიგის შენარჩუნებას, მაგრამ ჩვენ რამდენიმე პროცესს ვადევნებთ თვალს. პირველ რიგში იმას, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო კომისიის მუშაობა და ის ვინც იმის მსგავსად, როგორც ეგ ვილაპარაკეთ, ვინც არა ექსტრემისტული ძალები, ვინც არ აღიარებენ ქვეყნას სახელმწიფოში ცხოვრობენ, ადამიანებს, ვისაც იბარებენ და არ მიდიან, შემდეგ უწევთ პასუხისგება და სხვათა შორის თუ დააკვირდებიან, იმიტომ რომ მათი ლეგიტიმაციის წყარო ხო ეს უცხოეთია. თავარია რას თქვის დასავლეთი, როგორ შეაფასებს დასავლეთი, რას გადაწყვეტს დასავლეთი. ამ დასავლეთის ერთ-ერთმა ძირითადმა მართლაფუნქციურმა ორგანომ სტრასბურგის სასამართლომ მაგალითად თქვა, რომ თურმე შეშის მიტანა არ არის განუყოფელი ნაწილი გამოხატვის თავისუფლების და მანიფესტაციის და შეკრების. ისაც ვრცელდება შეშაზე, აპრიორი ვრცელდება ისეთ ტექნიკაზე, რასაც ქვია პიროტექნიკა, სხვადასხვა მაშხალები და კიდე რაღაცა შენობების შტურმისთვის განკუთვნილი მოწყობილობები. ამიტომ აქედან გამომდინარე ეს რახან ლეგიტიმაციას გარედან იღებენ, აი ამ ნაწილზე არც ერთ დიპლომატს კომენტარი არ გაუკეთებია, რომ ვისაც პასუხისგება შეეძლევიან ადამიანები გამოუცხადებლობის გამო, რომ ანუ ეს ღმერთო როგორ შეიძლება, იმიტომ რომ ისინი ხვდებიან, რომ კანონი მოქმედებს და კანონი ამ ხრივ იმუშავებს, მაგრამ დაუბრუნდეთ პროტესტს. ეხლა ჩვენ ხედავთ ერთგვარი რაღაცა პროვოკაციის ცდელობას, იმიტომ რომ შესაბამისი განცხადებები ისმის, რომ იქ საჭიროა მსხვერპლი, იქ ჩვენ უნდა შევიკრიბოთ, არ დავიშალოთ, ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად ეს უნდა ჩაიშალოს 26 მაისის აღნიშვნა, რასაც უკვე განსხვავებით თქვათ, აი ისაც 9 აპრილს მოხდა და ხელისუფლება უბრალოდ პროვოკაციულ პროცესში არ შევიდა, ეს 26 მაისს ვერ მოხდება, იმიტომ რომ განსაზღვრულია სად რა უნდა მოეწყოს ღონისძიება. და ამის შემდეგ უკვე თანდათანობით ჩნდება ლაპარაკი მოდის არჩევნები, ხო? ხალხის გაზაფხული დამთავრდა და იწყება ზაფხული.
და ამ ზაფხული არის შემოდგომის წინ ამ წინასაარჩევნო პერიოდი, ხო? ვინ ჩამოყალიბდება, სად ჩამოყალიბდება, არჩევნებში ვინ იღებს მონაწილეობას. თელმა რიგმა პარტიებმა უკვე თქვეს, რომ განიხილავენ ცხადია და აპირებენ მონაწილეობას. არის ამ ოპოზიციურ სპექტრში ფართო დისკუსია გაშლილი იმას დაკავშირებით, რომ მივიღოთ თუ არ უნდა მივიღოთ და ისინიც არგუმენტებს წარმოადგენენ. მე ბევრჯერ შევეხი ამ თემას და ეხლა ჩემ პოზიციას ამაზე აღარ ვიტყვი ნათელია, რომ ვინც არიღებს ეს ნიშნავს, რომ ის ასრულებს პოლიტიკურ მოღვაწეობას ამ კონტექსტში სხვა არჩევანი უკვე აღარ რჩება, ხო? ამიტომ რაც შენ ახსენე, რომ იქ ხალხი იკრიბება, ეს რაღაცნაირად ამას მოუწევს ამ პროცესს ერთგვარად ტრანსფორმაცია და პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მოდის აი არჩევნები. როგორც წინა არჩევნები გამოაცხადეს რეფერენდუმად და თქვეს, რომ ეს არის უკვე ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის თუ რაღაცა ორიენტაციის საკითხი, ეს არის მთავარი და უამრავი სხვა საკითხი და მათ შორის პრობლემა, რაც ქვეყანაში არსებობს, ოპოზიციამ კრიტიკის და ყურადღების გარეშე დატოვა. შენი აზრით, აი ამ არჩევნების მთავარი, ისე ვთქვათ, აი კონტექსტი რა იქნება? რა იქნება ის ფილოსოფიური შინაარსი, რის გარშემოც ვთქვათ, აი ამორჩეველი გაიყოფა. იქნება თუ არა ოპოზიცია, თუ იქნება რა ნარატივი და პლატფორმა იქნება მას, ხელისუფლება რას დაარქმევს, ესე ვთქვათ, ამ არჩევნებს. რა მოლოდინი გაქვს შენ? მე მინდა მჯეროდეს, ასე ვთქვათ, კლასიკური გაგებით, რომ ის პარტიები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ, აი ბოდიში ეს იქნება პოლიტიკური არჩევნები თუ ეს იქნება ტექნიკური, იმიტომ რომ აი ეს თვითმმართველობაა და იქ ყოფით საკითხები ასე დრო წინა პლანზე მე ვფიქრობ, უწინარეს იქნება პოლიტიკური არჩევანი, იმიტომ რომ რასაკვირველია, გამოწვევები და პრობლემები უამრავია. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თუ მუნიციპალიტეტში თუ მხარეში, ხო? ისევე როგორც ვთქვათ, საფრანგეთის პროვინციებში, გერმანიის რეგიონებში და ასე შემდეგ. ეს პრობლემები არ თავდება. უპრობლემო ცხოვრება არც დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის და ეს არჩევნები ახლა თუ ოპოზიციამ ისევ გამოიყენა და რატო თქვი, მინდა მჯეროდეს, რომ პრაგმატულები იქნებიან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საზოგადოების საჭიროებებზე მორგებულნი იქნება მათი პროგრამები, იმედი მაქვს და მინდა მჯეროდეს, მაგრამ რეალობა არ იქნება, რეალობა იქნება რუსული ხელისუფლება, პუტინის უკანა ეზო, უნდა დავანგრიოთ, უნდა ჩამოვშალოთ და წინა ადგილობრივი არჩევნებიც რო გავიხსენოთ, სუფთა ზღაპრების, ასე ვთქვათ, კამპანია იყო ოპოზიციის მხრიდან. ანუ საერთაშორისო პოლიტიკას შემოქონათ იქ, ანაბრების თემა, ასე შემდეგ და ანუ კონკრეტულად სიტყვაზე სამტრედის მუნიციპალიტეტში თუ გურჯაანის მუნიციპალიტეტში რა საჭიროებები აქვს იქ სოფლად, ქალაქად, დაბებში ხალხს, ამას არავინ არ იმასშვებოდა, რა ქვია, იღებდა მხედველობაში. თავარი იყო რაღაც ბოდიში აუდიტორიასთან კარწინკა, ანუ ვიზუალური მასალა რომ სადღაც ჩავიდნენ, დროშები და პლაკატები და საკუთარი საარჩევნო ნომრები ააფრიალეს, შეხვდნენ საკუთარ რაღაც მარგინალ აქტივს და ეს იყო და არა შრომელებს, გლეხებს, ინტელიგენციას, შემოქმედებით საზოგადოებას რეგიონებში, არა, იქნება ვიღაცას როგორ უჭის, თქვა, ქუთაისში, სვანეთში და ასე შემდეგ, არა. მაგრამ ხო არიან პროევროპელი, ასე ვთქვათ, დეკლარირებულ პროევროპელი ძალები, ხო ეს ოპოზიცია რატო არ ბაძავენ მათ გერმანელ ლიბერალურ პარტიებს თუ ფრანგულ ლიბერალურ პარტიებს, რომლებთან, ასე ვთქვათ, დღის წესრიგი საარჩევნო პროგრამა ორი აი მარსელს რა სჭირდება, იმ რაღაც ვთქვათ ფრანკფურტის შემოგარენში რა პრობლემებია და ასე შემდეგ. ამას კი არ აკეთებენ. აი ზოგადი სადღეგრძელო, ასე ვთქვათ, საარჩევნო კამპანიაც რო დაპირებები საერთოდ ადგილობრივ არჩევნებთან არანაირ ბმაში ისეთი, ასე ვთქვათ, საარჩევნო პროგრამის წარდგენა, რომელიც საპარლამენტოსთვისაა განკუთვნილი და არა რომელიღაც საკრებულოსთვის თუ მერის თანამდებობისთვის და ასე შემდეგ. თუმცა ისევ იქნება ის დეჟავიუ, რაც გვინახავს, როდესაც ერთმანეთს დაერევიან ეს რადიკალური პარტიები ერთმანეთის დაბუნათებაში, ერთმანეთისთვის ტალახისროლაში, რატო იღებ მონაწილეობას, გარიგებაში, უკვე გვესმის ესა, ხო, გარიგებაში ხართ, ბიძინა ივანიშვილთან დადიხართ, მის გუნდთან გაქვთ, ესე ვთქვათ, უკანა, ასე ვთქვათ, მოლაპარაკები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა ვინც პრაგმატულია, მიიღებს მონაწილეობას და დადებს რეალისტურ პროგრამას. თუ არა და
არჩევანს მიიღებს ქართველი ხალხი, მაგრამ რო ახსენე ტექნიკური და პოლიტიკური, ასე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის პოლიტიკური, იმიტომ რომ ხალხი ვის ანდობს თავის ადგილობრივ იმ ადგილსამყოფელის ბედს, სადაც ისინი ცხოვრობენ. ქართულ ოცნებას რასაკვირველია, იმიტომ რომ რასაკვირველია, უპრობლემო ქართული იდეალური არ არის ქართული ოცნების პარტია. თავისი გამოწვევები აქვს და ამიტომ ქართული ოცნება რო იყოს კიდევ უფრო ძლიერი, მას სჭირდება ძლიერი კონსტრუქციული ოპოზიცია და რა ვქნათ, არ არის. არიან აი ეს დამდაბლებული, მდაბიო, უსაშველო პოლიტიკანები, რომელსაც აი სხვა არაფერი არ აინტერესებთ, უბრალოდ მიიტაცონ ძალისმიერად ხელისუფლება, გააშავონ ქართული ინტერესები, ვითომ ლეგიტიმაცია მიიღონ უილსონებისგან და სხვა ფულისტი, ასე თქვა, უცხოელი ლობისტებისგან და არანაირი თქვა ბათუმელს რა უნდა, ზემო აჭარელს რა უნდა, გურიაში რა უნდა თუ სხვადასხვა რეგიონებში ეს არ ადარდებთ. ამიტომ არჩევანი რა თქმა უნდა ის იქნება და არამხოლოდ მე ძალიან ბევრი ვეთანხმებით მართველი გუნდის მოლოდინს რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში იქნება ქართული ოცნების გამაჯერებელი გამარჯვება, იქიდან გამომდინარე რომ მარტო ოპოზიცია სუსტი რომ არის, იმიტომ კი არა რომ სხვა არჩევანი არ აქვს ხალხს, იმიტომ რომ შინაარსიანია, საქმეზე ორიენტირებულია, ინტერაქტიულია. კი, რა თქმა უნდა, ზოგიერთ თქვათ ადგილობრივ ხელისუფლებაში არის საკმაოდ ბევრი ხარვეზი, ზოგი არაკეთილსინდისიერი ჩინოსანია და ადრე თუ გვიან ყველას მოევლება და ზოგს გადაირჩევენ კიდეც. ეს ბუნებრივი პროცესია. გერმანიაშიც ხდება და ამერიკაშიც ხდება. არ არის პრობლემა, მაგრამ ის რომ ქართულ დემოკრატიას ნამდვილად აკლია ის დამატებითი მდგენელი, რასაც ქვია კონსტრუქციული შინაარსიანი ოპოზიცია, ეს რა თქმა უნდა ხარვეზია, მაგრამ გამოსწორებადი პროგნოზები, როგორც პოლიტიკურ წრეებში, ასევე თქვათ სოციოლოგებში არის ის, რომ ეს ნიშა და ეს ვაკუუმი დიდხანს ასე არ დარჩება, რასაკვირველია გამოჩნდებიან და აი გამოვეხმაურები იმ რაც თქვი საგამოძიებო კომისიის მუშაობას პარლამენტში, რა თქმა უნდა მოლოდინი არის, რომ საარჩევნო დაპირება შესრულდება, გასამართდება ნაცმოძრაობა და მისი სატელიტები და როდესაც ეს მათი დომინანტობა მორჩება პოლიტიკურ ველზე ოპოზიციაში თუ მედიაში, რა თქმა უნდა სხვა ჯანსაღი ძალები, რომლებიც მწვავეთ, მაგრამ არსებითად და კონსტრუქციულად და პოლიტიკიდან პოლიტიკამდე გააკრიტიკებენ ქართულ ოცნებას, სადაც გასაკრიტიკებელია და ერთად შეჯერდებიან. რა უფრო ჯობია, აი ამ ჯანდაცვაზე ესე შევთანხმდეთ, თუ ისე შევთანხმდეთ ინფრასტრუქტურაზე, ასე თუ ეს არის ჯანსაღი, თქვათ, დაიწონა ოპოზიციასა და მართველ გუნდს შორის და არა მუდმივი მუქარები, დამუქრებები, რაღაც პირობითი დღეები, 26 მაისს რა უნდა გააკეთონ? გამოჩნდნენ ვიღაცა მარგინალი ტიპაჟები, ხო? გედი ფოფხაძე, იქ ალეკო ელისაშვილი, ვიღაც რაღაცა რა სიმუქრებია? ფაქტია, რომ არაფერს არ წარმოადგენენ და ასევე ნულჯამოვანი დარჩებია ბოლომდე. როცა ლაპარაკია ხოლმე რომ იქ დგას 30-300 კაცი, ამბობენ რომ და მე ვეთანხმები რომ ბუნებრივია თუ ავიღეთ ოპოზიციურ ელექტორატს, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარწელზე მეტი გავიდა და ბუნებრივია იქ იყო ცვლილებები, რომ პირველ რიგში ძალიან დიდი ნაწილს იმედი გაუცრუდა ამ დესტრუქციულ მოქმედებამ, ისინი არ ელოდნენ რომ ამუაზრო ბოიკოტით მოხდებოდა ხო ხელისუფლების წინააღმდეგ დაპირისპირება და არა იმ აკადემიურ გარემოში ოპონირებით, რასაც პარლამენტი ქვია. მიუხედავად რომ იქ არის ცვლილებები, ეს მაინც გულისხმობს რაღაც საგრძნო ნაწილს, ხო, ელექტორატის და რაც არ უნდა ეს იგულისხმებოდეს, რომ ამ პროტესტის უკან დგას, ჩვენ იმას ვხედავთ, რომ დესტრუქციული დღის წესრიგის მიმართ დამოკიდებულება ცალსახად უარყოფითი, ანუ გამონაკლისი მარგინალების გარდა და იმ რაღაცა ქუჩაში მყოფი რადიკალური აქტივისტების გარდა, რომელიც ეს დადიან და ვიღაცებს დაძდევენ, საზოგადოებრივი მხარდაჭერა ამას არ აქვს. ჩვენ ვერ ვხედავთ ამის რაღაც დადებით კონტექსტში წამოხებას. ბუნებრივია ეს არის წინა ხაზი და ეს არის ნაწილი მთლიანი რაღაც ეკოსისტემის, რომლებსაც ეს დონორები დიდი ხანია ქმნიან, ხო? იმისათვის რომ ხელისუფლებაზე ზეგავლენა მოახდინოს. დომინოს ეფექტი ვერ შექმნეს ვერანაირად. ხო, და ანუ ჩვენ ვხედავთ რომ ამას არ აქვს ეს თქვა გამართლება და თვითონ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებშიც ხშირად ვხედავთ ხოლმე რომ ეს რაღაცა მიუღებელია, ეს რაღაცა არღის. ბევრი წინააღმდეგობა არსებობს. ერთ-ერთი გამხლიჩავი არის სააკაშვილის პერსონა, რომელზეც ვერ ჩამოყალიბდნენ, რომ ბოლოს და ბოლოს ეს უნდა იყოს პროტესტის ნაწილი, თუ არ უნდა იყოს, მაშინ თუ არ უნდა იყოს ასუშვებიან მის მომხრეებს და ასე შემდეგ. მაგრამ
მე მგონია რომ ეს მოსალოდნელი არჩევნები მაინც დაკავშირებული იქნება იგივე იქნება შარშანდელი არჩევნების გამეორება, ისევ იქნება დაკავშირებული ამ რაღაცა გლობალურ პოლიტიკურ კონტექსტთან და ორიენტაციასთან. ჩვენ არ უნდა მივცეთ ახლა საქართველოს გადაიქცეს რუსულ ჭაობად და ახლობით ამას მოვისმენთ, მეც არაფერს და პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩამოსაყალიბებელი იქნება ბოიკოტის კუთხით რაკეტდება. ბოლოსკენო გადავიდეთ გუშინ რუბიოს პატარა რემარკაზე, რომელიც დღეს კლავინებურად ციტირდება და ნუ აი სიტყვით და წერტილ მძიმით ჩავიდნენ განხილვაში, რომ და საწყალი რუბიო მართლა რომ თითოეული სიტყვა კი არა 100 უნდა აწონდაწონოს და აზრის გამოთქმაც კი ესე ვთქვათ გამოდებელი შუშის ქვეშ უწევს. მაშინ როცა მას გუშინ მოუწია რამდენიმე საათის განმავლობაში უამრავ პრაქტიკულ მთელი სოფლიოს საკითხებზე ლაპარაკი და ძალიან რთული ის ჰქონდა ხო მთელი რიგი მიმართულებებით მოსმენა და იქ ჩვენ საოცარი სენატორები ვნახეთ რომელიც არ გვიკვირს და საერთოდ არ არის გასაკვირის შემდეგ ჩვენ თარატო ჩდებიან მათ ფონზე აი ამ მიმართულების რაღაც ადამიანები მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მისი რემარკა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მით უმეტესო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაწერა ღია წერილი სადაც მთავარი წერია რომ ეს დუმილი ვეღარ გაგრძელდება ხო რაღაცა უნდა დაფიქსირდეს მაგრამ ჩვენ თუ არ წავალთ რაღაც ძალიან ისეთ ნეგატიურ კონოტაციებში ჩვენ ნახეთ რომ ამერიკამ თქვა რომ ჩვენ მუშაობთ ამაზე ჩვენ გვაქვს რაღაცნაირად ფიქრობთ ანტიამერიკული მთავრობა რა თქმა უნდა ცუდია და ჩვენ უნდა დავწოთ ანუ ტერმინი ანტიამერიკული მთავრობა ნახსენები იყო თუმცა ეს არ იყო მანდამაინც ესეთ კიცებით ფორმაში თითქოს გამოყენებული მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მე ყურში მომხვდა არის რა რომ ყველა გამოსვლა იწყებოდა და მათ შორის ჩვენ საქართველოს კონტექსტში ლაპარაკი არის იმაზე რომ არსებობს ამერიკული ინტერესები მოდი დავიწყოთ ამით ამერიკული და ეს ყველა პასუხში ჩანდა ხო ევროპის მიმართ ჩვენ გვაქვს ამერიკული ინტერესები მე უსმინე კიდე ბრიჯიტ ბრინკი იყო ეგეთი ელჩი რომელიც უკრაინაში ამერიკის რომელიც გადადგა იყო CNN-ს და ამას აი ამ კონცეფციას ისიც იყენებს ხო მიხოთ იმისა რომ მან თქვა რომ ის საერთოდ აღარ ეთანხმება ამერიკის პოზიციას რომ ისინი დემოკრატიას უსაფრთხოებას უკვე აღარ თავაზობენ მათ მოკავშირეებს მან თქვა რომ მაინც აი ამერიკული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია რუსეთის შეკავება მნიშვნელოვანია ევროკავშირის მის მხარეზე ყოფნა იმიტომ რომ 1.6 ტრილიონიანი სავაჭრო პარტნიორი და ასე შემდეგ. აი ამოსავალი წერტილი აღმოჩნდა, რომ არის ამერიკული ინტერესი. ანუ თუ კი შიდა აქტორი, ან გარე პარტნიორი ქვეყანა არ ჯდება ამერიკულ ინტერესში, გამოსვლა ის არის ანტიამერიკული ხელისუფლება. მაშინ მე მაქვს კითხვა, რომ თუ არსებობს ამერიკული ინტერესები, ევროკავშირის, რუსეთის, ჩინეთის, სხვათა ინტერესები. აი წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო არქიტექტურასა და სისტემაში. აქვს თუ არა საქართველოს უფლება კონდეს და არსებობდეს და გააჩნდეს ქართული საქართველოს ინტერესები. რასაკვირველია, ყველა სუვერენულ და თავმოყარე ქვეყანას აქვს საკუთარი ინტერესები, იქნება ეს ამერიკული, უნგრული, ჩინური და რასაკვირველია ქართული, ხომ? მრავალსაუკუნოვანი საქართველოსი. და აქ არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკული ინტერესი უნდა დომინირებდეს, გინდ ჩინური, გინდ ფრანგული ინტერესი დომინირებდეს საქართველოში. საქართველოში უნდა დომინირებდეს და ასეც არის და კიდევ უფრო გაღრმავდება ქართული ინტერესი და ეს არც ერთი ქვეყნის ინტერესის საწინააღმდეგო არ არის, ეს არის უწინარესად ქართული, ხო? ხო, ვამბობთ საქართველოს უპირველეს ყოვლისა. დიდი ხანია ამას ვამბობთ, არა მხოლოდ პოლიტიკურად, ხო? ტრამპმა რესპუბლიკელებმა ეს მაგა, ანუ გავხადოთ ამერიკა კლავდიადი, არის ამერიკა first, ამერიკა უწინარესად პირველი. გასაგებია, მაგრამ იმავე რუბიოს განცხადებაში, რომელიც საკმაოდ ვრცელი იყო და მწვავე იყო, მას მართლაც და ხო სხვადასხვა მხრიდან ეტაკებოდნენ სენატორები, მან თქვა, რომ ის პატივსცემს სუვერენული ქვეყნების უფლებებს და საქართველოს იცით როგორ ახსენა რომ მე დამჩაგეში დავიტყვი რომ ეს საქართველოზე არ იყო ნათქვამი მხოლოდ ეს იყო ნუ უილსონის სამარცხვინო ტირადა ხა ნაც მითი მესეჯ ბოქსით გასაგებია მაგრამ პასუხი იყო საკმაოდ ზოგადი და იმ დიდ ასე თქვათ რეგიონში სადაც ანტიამერიკული ინტერესია და დიდ რეგიონს ვერ ვაკონტროლებთ ისედაც მეხუთედი გვაქვს ჩამოჭრილი რუსული ოკუპაციის მიერ და ეს იყო ზოგად კონტექსტში ანტიამერიკანიზმზე ასე ვთქვათ, ხაზგასმა, რასაკვირველია ანტიამერიკულ განწყობებს ვერც ერთი მაღალჩინოსანი ვერ აიტანს ვაშინგტონიდან და
სად არის აქ ანტიამერიკული განწყობა ქართულ ხელისუფლებაში ან საქმიანობით? ეხლა $1000-იანი ერთ რაღაცა ტვიტისთვის თუ $1000 იღებს და ეს ფარასკანონი დაამტკიცა ვილსონი, იმის რაღაცა სამარცხვინო ტირადები ინგლისურ ენაზე ნაცმოძრაობის მიერ თუ რონდელის ფონდის მიერ მიწოდებული თუ გიგაურის ფონდის არაფერს არ ნიშნავს და მან კონკრეტიკას არ გასცა პასუხი იმდენი თქვა ამერიკის საელჩოს თქვა იმ სტენოგრამაშიც მოკლე ეპიზოდშიც ვილსონის ის დიდი შეკითხვა არ არის ზუსტად გადმოტანილი ქართულად, იმიტომ რომ იქ ისეთი რაღაცები ახსენა, რაც ჩვენ გვეხსვის ნაც ტელევიზიებიდან ზუსტად იყო ერთი-ერთი ხო, რასაც ლომჯარია ამბობს და სხვა ნაც NGO-შნიკები. მაგრამ რუბიო ფაქტია ერთი რომ მომზადებელი არ მივიდოდა ეს როგორც ხდება ახლა სახელმწიფო მდივანს საგარეო საქმეთა მინისტრს სხვადასხვა ფაილები აქვს რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაზე იციან რომ შეკითხვებს დაუსვენ და ასე სასაუბროს ცელი მივიდოდა საქართველოს ხო არის დეკლარირებულად სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის კი ბატონო ამიტომ იმა თქვათ მე-15 გვერდზე თუ არა მე-17 გვერდზე საქართველოს დეტალური სასაუბრო ეწერებოდა მას ის რომ მან თქვა რომ განიხილავენ, ანუ თუ შევხედავთ, მე ვხედავ, ის ფართო რეგიონზე ლაპარაკობდა საქართველოს შეკითხვაზე პასუხად, მაგრამ განიხილავენ ადგილობრივი დიპლომატიური წარმომადგენლები, როგორი მიდგომა ქონდეს საქართველოსთან, რა აქამდე ვერ გაიგეს, ვერც დანიგანის ელჩობისას, ვერც დეგნანის ელჩობისას ვერ მიხვდნენ 2012 წლიდან, რომ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა როგორია, ანტიამერიკულია პრორუსულია, პროირანულია, არანაირად, ხო? ამიტომ ეს იყო დიპლომატიური პასუხი. მე ასე ვფიქრობ და მეც მაქვს უფლება ინდივიდუალურად თუ ჩემი ასე ინტერპრეტაცია გავაკეთო, ეს იყო რომ ჯერჯერობით ეს ტოპ პრიორიტეტი არ არის ჩვენთვის საქართველოს და კავკასიის საკითხი, სხვა უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევებია გლობალურად გადასაწყვეტი, შემდეგ როდესაც ერთ-ერთი მთავარი მათგანი არის უკრაინაში ომის და სისხლის ზღვრის დასრულება, როცა ეს მოგვარდება და ეს გლობალური მოთამაშეები გადათამაშდებიან თავიანთი გავლენის სფეროების გადანაწილებაში, შემდეგ უკვე გადავალთ იმ არავისე წინოს ნაკლებად თუ სასიხარულოა ნაკლებად პრიორიტეტულ საკითხზე როგორც საქართველოს და სამხრეთ კავკასიის რეგიონია ვიმეორებ ეს არის ჩემი ინდივიდუალური ინტერპრეტაცია რომლის უფლება მეც მაქვს და ნებისმიერ ჩვენს თანამოქალაქეს კი ბატონო ანუ ჩვენ ვხედავთ რომ იცვლება მსოფლიო პოლიტიკა და ის დანიშნულება რაც გონდა საქართველოს და რომლის რეალიზებასაც ჩვენ უფრო დიდ მასშტაბში ვხედავთ უკრაინაში, რომ ეს არის რაღაცნაირად და ევროპელი პოლიტიკოსები და განსაკუთრებით ბალტიისპირელები ამას ყველაზე მკაფიოდ ამჟღავნებენ, რომ არსებობს ფუნქცია. ეს არის რუსეთის შეკავება, ხო? შეკავება მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით, რიტორიკის თვალსაზრისით და ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ სანამ უკრაინა ომობს, ჩვენი ქვეყანა, ბალტიისპირეთის ქვეყანა, ხო, ლატვია თუ ლიტვის უშუალოდ უბრალოდ თქვა, რომ არის დაცული, იმიტომ რომ რუსეთს ჩვენთვის აქ არც არის. განსხვავებით ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკისგან, რომელიც ერთმანეთისგან აკოპირებს ამ გადაწყვეტილებებს და უნისონში მოქმედებენ, სრულიად განსხვავებული მოცემულობა გვაქვს ამიერკავკასიის სამ რესპუბლიკაში, ხო? აქ არსებობს სომხეთი, რომელიც მიუხედავად რაღაც ლაპარაკისა, რომ მას უნდა რაღაც ევროკავშირის მიმართულებით ინტეგრაციები აგერ ლავროვი ოფიციალურად განცხადებული პოზიცია ლავროვი იყო ჩასული და მათო საგარეო მინისტრმა თქვა რომ რუსეთთან ურთიერთობა და არაფერი არ იცვლება და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. ჩვენ ხედავთ აზერბაიჯანს ბოლო პერიოდში გაცილებული ურთიერთობით აი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ რუსეთთან და მის ძალიან მჭიდრო ალიანსს თურქეთთან და ყველაზე დასავლურ საქართველოს რომელიც აი ამ ფონზე ყველაზე უფრო რაღაც გაუგებრად შეიძლება მსუბუქად რო ვთქვათ, იჩაგრება, მით უმეტეს რომ იგივე რუბიოს ქონდა რემარკა აზერბაიჯანზეც. ხო, შეუძლებელია შენ გაინტერესებდეს რეგიონი, შენ ამ ქვეყანაში ყველასთან ქონდეს ურთიერთობა და თუ საქართველოს უბრალოდ ესე დათო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ როცა უკვე დღეს გაცხადებულად ჩვენ თვითონ გაგვარი რა თქმა უნდა მთელ რიგ ინსტრუმენტებზე, ბილძალაზე, USAID-ის გამოყენებაზე, სხვა გავლენის აგენტებზე და ჩვენ სწორედ ეს არის ყველაზე კარგი ლაბორატორიული მასალა, ჩვენ დავაკვირდეთ ამ აქტივისტებს, ისინი რას ტრანსლირებენ, ხო, რა არის მათი რიტორიკა, კონცეპტუალური ხედვა, მათ წარმოდგენაში საქართველოს მისი მისია და მისი ფუნქცია, ხო, როგორც არის ერთგვარი კლიენტელისტის სახელმწიფო, რომელიც უნდა მოემსახუროს იმ დიდი ქვეყნის
რაღაცა ინტერესებს სამაგიეროდ იქიდან უნდა მიიღოს რაღაცა დემოკრატია და სხვადასხვა ეგეთი ცნებების იმპორტი და უსაფრთხოების ნაწილში ცოტა მით უმეტეს ბალტიისპირელებისგან განსხვავებით სერიოზული შეზღუდვები გვაქვს. ამიტომ აქედან გამომდინარე ეს დიდი აღფრთოვანება და რაღაცა რევოლუცია ბუნებრივია აი ამ რემარკამაც ვერ გამოიწვია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსშიც პროცესი მიმდინარეობს იმის კვალდაკვალ, როგორც არის საერთაშორისო ვითარება, თავარი განსაზღვრელი ჩვენ რეგიონში არის ბუნებრივია უკრაინის ომი და ხედავთ, რომ იქ დიდი გარდატეხის შეტანა ვერ ხდება. პირველ რიგში იმიტომ რომ არსებობს კაფეო რუსული პოზიცია, რას ითხოვს რუსეთი და არსებობს რაღაცა ევროპული ბუნდოვანი პოზიცია, რომელიც ლაპარაკობს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელსაც პასუხი გაცემული აქვს, ცეცხლი ისე ვერ შეწყვეტება თუ რაღაცებზე არ შევთანხმდით, რატომ ომობთ, ხო უნდა გავარკვიოთ ეგა. და რაღაცა თანხმედრაში უნდა მოვიდეს ეს ხედვა. მაგრამ მთელი ნაწილი რაღაცა ევროპული სახელმწიფოების ზათ არ არიან იმისათვის, რომ აღიარონ მოცემულობა, რომ რუსეთთან შეიძლება დაჯდომა, დაალაპარაკება და რაღაც შეთანხმების მიღწევა. ეს ნიშნავს, უნდა აღიარო მეორე მხარე და აი ბრიჯიტ ბრინგს რო დავესესხოთ, ის მას მიაჩნია და იმ ამერიკელ სენატორს, რომელიც გუშინ რუბიოს ეუბნებოდა, რომ თქვი არის თუ არა პუტინი ომის დამნაშავე. მაგრამ არ თქვა, იმიტომ რომ ანუ რატომ თხოვ ამას, როდესაც ჩემი ამოცანა არის მე შევწყვიტო ცეცხლი, დავასრულო ეს ომი. ეს უნდა მოხდეს რუსეთთან შეთანხმებით. და ესკალაცია მოახდინო. უნდა ვეძახო რაღაცა მისი დემონიზაცია უნდა ვაკეთო, მით უმეტეს როცა ვიცი რომ კი ბატონო მან დაიწყო ომი, უამრავი ყოველდღიურად უამრავი ომის დანაშაული და კვლელობა ხდება და ამის შეწყვეტის ნაცვლად შენ აი ეს არის ტიპიური გამოხატულება რა უნდა აი ამ deep state-ად მონათულ დასავლეთს რომ მოვლენებს ერქვათ ისეთი სახელები, რომლებიც ძალიან შებოჭავს პოლიტიკის კეთებას და გაყოფს სამყაროს რაღაც კეთილ და ნათელ კეთილ და ბოროტ მხარეთ და როლები იქნება მისივე განაწილებული, ხო? აი ამ დიქოტომიაში მოქმედებს სწორედ ადგილობრივი აქტივისტები, რომელსაც უკვე თვეები, წლები ჭირდებათ იმის გასაცნობიერებლად, რომ სამყარო სხვანაირია. სამყაროში არსებობს ურთიერთქმედებითი ძალები, ყველას აქვს თავისი ინტერესი და ამათი კონფიგურაცია წარმოადგენს იმ წონასწორობას, რაც ამა თუ იმ დროს ვიღებთ ხოლმე. ამიტომ დასასრულისკენ აი ბოლო კითხვაზე რომ ვილაპარაკოთ, ეს არქიტექტურა არსებობს უკვე რაღაც მხრივ სკეპსისი, რომ ისე დიდად შეიძლება არ შეიცვალოს, მაგრამ რეალურად ეს ნიშნავს რომ ამ სცენარს მე რაღაცნაირად ყველაზე უფრო ახლოს არის ჩემთან ჭკუაში, რომ ეს დასავლური სამყარო უზრუნველყოფს იმას, რომ მოცემულობა დარჩეს ამგვარად, ჩვენ შევალთ ახალ ცივომში, სადაც მხარეებს ერთმანეთი ყავთ დემონიზებული, რომლებსაც შორის არის კორდონი, რკინის კედელი, იქ თვლიან რომ აქეთ არის რაღაც აგრესორები და ეს სადღაც გადის, როგორც მაშინ გადიოდა დასავლეთ ბერლინზე ეს საზღვარი, ეხაც ეს საზღვარი არც დნეპრზე ან სადმე გაივლის და ეს ნიშნავს რომ მათ ურჩევნიათ ჩააბარონ ომით და მსხვერპლით დაიკარგოს რაღაცა ტერიტორიები, მაგრამ იმ დამარცხებულ სამყაროში ერქვას რომ ეს რაღაცა მტერმა მოახდინა მისი ოკუპაცია, ოღონდ არ მოელაპარაკონ მას. ანუ მე მგონია რომ სადღაც და ეს გაგრძელდება კიდე რაღაც წლები. სადღაც მინდოდათ ეს სცენარისკენ. შენ როგორ უყურებ მომავალს? ხო, ნუ ახლა თუ შევხედავთ ტრამპის ქმედებებს და იმ ბოლო, ასე ვთქვათ, ხელშეკრულებებს თუ კონტრაქტებს, რომელიც მან მიაღწია არაბულ სამყაროში, ხო, 3 ტრილიონზე მეტი წამოიღო. მათ შორის კატარიდან ნაჩუქარი 400 მილიონიანი 400 მილიონ დოლარიანი თვითმფრინავი მისი სარგებლობისთვის და რას ვხედავთ ხომ აი ამ არაბული სამყაროს ინტერესებისთვის და ამერიკული ინტერესებისთვის რომ მეტი ფული ჩაიდოს იმ ქვეყანაში და მეტი ინვესტიცია ტრამპს მოუწია ეთქვა იმ ტერორისტ სირიელ მმართველზე რომ ალ-შარააზე რომ კარგი საინტერესო წარსული აქვს, სანქციები მოუხსნათ, რა თქმა უნდა, ამერიკის გადაწყვეტილების შემდეგ მისმა პოლიტიკურმა ფოსტის ვაგონმა, თუმცა ხანდახან ჭირვეულმა ევროკავშირმაც ასევე მოუხსნა სანქციები, მიულოცა კიდეც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სირიის მმართველს და ასე შემდეგ. ანუ ტრამპის აი ამ მტაცებლური ბიზნესმენურ კომერციული პოლიტიკოსობა მე ვფიქრობ რომ სიახლეა თანამედროვე გეოპოლიტიკაში და მას სურს ნებისმიერი გარიგების მიღწევა თუ ეს რაღაც კონსენსუსამდე მიიყვანს და რაღაც სარგებლობამდე ხო? ნუ სულ ვიმეორებ და ძალიან ბევრი იმეორებს ამას და
რეალობა ესეთია, მოგწონს არ მოგწონს, ხო? ერთი დიდი მაგიდაა ეს პლანეტა და სამი ზე სახელმწიფო უზის გარშემო. მოსკოვი, ვაშინგტონი, პეკინი. მოგწონს არ მოგწონს ესენი ინაწილებენ. ზოგს მეტი უნდა, ზოგს ნაკლები. ესენი უნდა შეჯერდნენ. ტრამპს არ აქვს პრობლემა, მათ შორის მის მოკავშირეს ილონ მასკს, რომ ინვესტიციები ჩადოს ირანში, ოღონდ თქვენ დაანებეთ ბირთვულ შეიარაღებას თავი. გასაგებია ირანის ხისტი პოზიცია, რომ არ დათანხმდებიან ტრამპმა. თავდაპირველი აწეული ტარიფები დაწია ისევ ჩინეთთან, ისევ რაღაცაზე მოილაპარაკეს. რუსეთთანაც სურთ, ასე ვთქვათ, ისევ ბიზნეს კავშირების ხელახლა გავცოცხლება აღდგენა. ანუ თანამედროვე პოლიტიკა განისაზღვრება და ამ ტრენდს იძლევა ტრამპი და მის გარშემო ხალხებიც ხედავენ, რომ ეს გარკვეული რბილი ძალაც კი არის, ხო? აი რატომ არ ვიბაძოთ მაგალითად ჩინეთს, რომელიც აი ამ რბილ ძალას იყენებს დიდი ხანია. მან მოიპოვა კონტროლი მინერალებზე, აფრიკაში, აზიაში და სხვაგან. არანაირი ტყუის გასროლით, არანაირი დაბომბვით, ჩვეულებრივი ეკონომიკური ექსპანსიით. ეხლა მიხვდნენ, რომ ეს თურმე სასარგებლო მინერალები სჭირდებათ მათ ელექტრომობილების თუ კომპიუტერული ტექნიკის თუ სამხედრო ტექნიკის წარმოებისთვის და ეხლა ამერიკამ გააფორმა, უკრაინის რა დაამტკიცა ეს მინერალების ხელშეკრულება უკრაინაში. ანუ რისით შეჯამება, რისით თქვა მინდა, რომ კომერციული ინტერესები დომინირებს გეოპოლიტიკურ ინტერესებზე თუ უბრალოდ ორივე თანხმედრი არის და ტრამპი ადრე თუ გვიან თუ უკვე ხედავს ამას თავისი მრავალრიცხოვანი მრჩევლების მიხედვით, რომ როგორც ცენტრალური აზია, ასევე კასპიის რეგიონი, ასევე სამხრეთ კავკასია მისთვის კომერციულად შეიძლება იყოს მომგებიანი გარკვეული თათი ჩაყოს აქ კომერციული სარგებლის მისაღებად. მადლობა გია სტუმრობისთვის. ჩვენ დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. ორშაბათს 26 მაისია და შემდგომ დავბრუნდებით ჩვენ კვლავ ეთერში. გევშვიდობებით დროებით.